ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი რეალური იყო, ამბობს ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის ყოფილი ოფიცერი, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 28 წლის შემდეგ. რა იცოდა ამ ადამიანმა, რაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი უსაფრთხოების სამსახურის წევრი პირველად საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით 1995 წლის აფეთქების შესახებ. რუსთაველის პროსპექტზე 1995 წლის 29 აგვისტოს საღამოს მოხდა რაღაც ისეთი, რაც საქართველოს ისტორიას სამუდამოდ შეცვალდა. ოფიციალური ვერსიით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ. მაგრამ რა მოხდა იქ რეალურად? რატომ ფიქრობენ ზოგიერთი მოწმე, რომ ეს იყო ინსცენირება? და რატომ დუმდნენ ისინი ამდენი წლის განმავლობაში? მე ვიყავი მეორე მანქანაში, პრეზიდენტის ჯავშან მანქანის უკან, აგრძელებს ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც მხოლოდ ანონიმურად თანახმა საუბარზე. მისი სახელი დარჩება საიდუმლოებად, ის ფობობს რეპრესიებს. მაგრამ მისი ისტორია ისეთი დეტალებით სავსეა, რომ შეუძლებელია არ დაუჯეროთ. ის იცოდა ყველაფერი, ყოველი მოძრაობა, ყოველი პროცედურა, ყოველი უსაფრთხოების პროტოკოლი. და მან იცოდა, როდესაც რაღაც არასწორად მიდიოდა. იმ დღის დილით, როდესაც ისინი მზადდებოდნენ პარლამენტში გასასვლელად, მოხდა რაღაც უჩვეულო. ჩვეულებრივ, ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე მარშრუტით ვდიოდით, ამბობს ის. მაგრამ იმ დღეს, ბოლო წამში მარშრუტი შეიცვალა. არა უბრალოდ შეიცვალა ისე, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამის შესახებ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პირადად შეცვალა გეგმა. რატომ? რა იცოდა იგი, რაც სხვებმა არ იცოდნენ? დარბაზიდან გამოსვლის წინ, პრეზიდენტი უეცრად დააყოვნა. ეს არასოდეს ხდებოდა, იხსენებს მოწმე. შევარდნაძე ყოველთვის პუნქტუალური იყო. განსაკუთრებით პარლამენტში მისვლისას. მაგრამ იმ დღეს მან დააგვიანა 10 წუთი. 10 წუთი, რომელიც შეიძლება ყველაფერს ნიშნავდეს. 10 წუთი, რომლის განმავლობაც ვიღაც შეიძლება ემზადებოდა ქუჩაში. ან პირიქით, 10 წუთი, რომ დარწმუნდნენ, სწორ ადამიანებს სწორ პოზიციებზე ჰყავდათ. კორტეჟი საბოლოოდ გამოვიდა. სამი ჯავშან მანქანა, პირველი ცარიელი, მეორე პრეზიდენტით, მესამე უსაფრთხოების თანამშრომლებით. ეს იყო სტანდარტული პროცედურა, ამბობს ჩვენი წყარო. მაგრამ იმ დღეს რაღაც იყო განსხვავებული. პირველ მანქანაში, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავდა დაზვერვის ოფიცრებს, მხოლოდ ერთი თანამშრომელი იჯდა. ერთი კაცი, სამი ადგილის ნაცვლად. რატომ? ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? და, რაც მთავარია, სად იყვნენ დანარჩენები? კორტეჟმა შეუბრუნა რუსთაველის პროსპექტს. საღამოს 6 საათი იყო, დრო, როდესაც ქუჩები ჯერ კიდევ ხალხით სავსე იყო. ეს არასოდეს მომხდარა, ხალხს უსვამს მოწმე. ჩვეულებრივ. პრეზიდენტის მოძრაობამდე ქუჩები იშლებოდა. მაგრამ იმ დღეს არ იშალა. ხალხი დადიოდა, მანქანები მოძრაობდნენ, ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. თითქოს ვიღაცარ უნდოდა, რომ ყურადღება მიექცია პრეზიდენტის გადაადგილებას. ან პირიქით, უნდოდა, რომ რაც შეიძლება მეტი მოწმე ყოფილიყო. საქართველოს პარლამენტის შენობამდე დარჩა მხოლოდ 200 მეტრი. პირველი ჯავშან მანქანა მოახლოვდა რუსთაველის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთას. მართლაც, რატომ სწორედ იქ? რატომ სწორედ იმ წერტილში, სადაც მოძრაობა ყველაზე ინტენსიური იყო? რატომ არა უფრო მოშორებულ ადგილას, სადაც ნაკლები მოწმე იქნებოდა? და მაშინ მოხდა აფეთქება. წამში გრძნობებში ქუჩა გადაიქცა ჯოჯოხეთად. ცეცხლი, კვამლი, შუშის ნამსხვრევები. ადამიანების ყვირილი, სირენების ხმა, ქაოსი. მაგრამ ჩვენი წყარო ამბობს, რომ იმ წამში, იმ საშინელ მომენტში, მან შეამჩნია რაღაც, რაც არ უნდა შეემჩნია. რაღაც. რაც ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი მანქანა აფეთქდა, იხსენებს ის. პირველი მანქანა, სადაც მხოლოდ ერთი კაცი იყო. არა მეორე, სადაც პრეზიდენტი იჯდა. არა მესამე, სადაც 4 უსაფრთხოების თანამშრომელი იყო. პირველი. თითქოს ვიღაცმა ზუსტად იცოდა, რომელი მანქანა აფეთქდებოდა. თითქოს ეს აფეთქება არ იყო განკუთვნილი პრეზიდენტის მოსაკლავად. თითქოს მიზანი სხვა რამ იყო. მეორე მანქანა, სადაც შევარდნაძე იყო, გაჩერდა. მძღოლმა უკუსვლა ჩართო და დაიწყო უკან გადაადგილება. სტანდარტული პროცედურა საფრთხის შემთხვევაში.
მაგრამ ჩვენი მოწმე ამბობს, რომ მძღოლი ძალიან მშვიდი იყო. ძალიან მშვიდი, იმეორებს ის. არა შეშფოთებული, არა შეშინებული, არა პანიკაში. თითქოს მან იცოდა, რომ რეალური საფრთხე არ იყო. თითქოს მან იცოდა, რომ პრეზიდენტს არაფერი ემუქრებოდა. აფეთქების შემდეგ რამდენიმე წამში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამოხდნენ მესამე მანქანიდან. ისინი გარბოდნენ არა პრეზიდენტის მანქანისკენ, არა დაზარალებულების დასახმარებლად. ისინი გარბოდნენ პირველი დაზიანებული მანქანისკენ. რატომ? რა იყო იქ ისეთი მნიშვნელოვანი? რას ეძებდნენ ისინი იმ ცეცხლმოცული ნანგრევების შორის? მე დავინახე, როგორ აიღეს ერთ-ერთმა ოფიცერმა რაღაც პატარა ხუთი დანგრეული მანქანიდან, ამბობს ჩვენი წყარო. პატარა შავი ხუთი, საიდანაც მავთულები გამოდიოდა. ეს იყო დისტანციური აფეთქების მოწყობილობა, ამბობს ის. მაგრამ რატომ აიღო უსაფრთხოების ოფიცერმა ეს მოწყობილობა? რატომ არ დატოვა ის გამომძიებლებისთვის? რატომ იქცა ეს მოწყობილობა, ეს კრიტიკული მტკიცებულება უკვალოდ? პრეზიდენტი შევარდნაძე გადაიყვანეს პარლამენტის შენობაში. ტელევიზიის კამერებმა დაიწყეს გადაღება რამდენიმე წუთში. საქართველოს მოსახლეობამ დაინახა თავისი პრეზიდენტი, შეშფოთებული, მაგრამ ცოცხალი და არაფრით დაშავებული. სასწაული ასე უწოდეს მედიამ. მაგრამ იყო თუ არა ეს ნამდვილად სასწაული? თუ იყო ეს უბრალოდ კარგად დაგეგმილი სპექტაკლი? იმ საღამოს, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ შოკში იყო, უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. მაგრამ ეს გამოძიება განსხვავებული იყო. მათ არ აინტერესებდათ რეალური მოწმეები, ამბობს ჩვენი კონტაქტი. ადამიანები, რომლებიც რეალურად იდგნენ ინციდენტის ადგილას, რომლებმაც დაინახეს აფეთქების წინა წუთები, არასოდეს გამოიძახეს დაკითხვაზე. რატომ? რა აშინებდათ მათ? რა შეეძლოთ ამ მოწმეებს ეთქვათ? ოფიციალურმა ვერსიამ სწრაფად ჩამოყალიბდა, ეს იყო ოპოზიციის მუშაობა, ადამიანები, რომლებიც უნდოდათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. დააპატიმრეს რამდენიმე ეჭვმიტანილი. მაგრამ ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს ადამიანები არაფერ შუაში ჰქონდათ. მათ არ იცოდნენ არაფერი, ამბობს ის. ისინი იყვნენ მსხვერპლნი, თამაშის პიონები უფრო დიდ თამაშში. რა იყო ეს დიდი თამაში? რას ემსახურებოდა ეს აფეთქება? და ვის სარგებელი მოაქვს ასეთი ტრაგედიით? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა მივიღოთ. საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია 1995 წლის ზაფხულში იყო კრიტიკულ წერტილში. ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერი გახდა 1992 წელს. მან დაპირდა დემოკრატია, სტაბილურობა, დასავლეთთან ინტეგრაცია. მაგრამ 3 წლის შემდეგ რეალობა განსხვავებული იყო. ქვეყანა იყო ეკონომიკურ კოლაფსში. ინფლაცია იყო 100%. ადამიანები კარგავდნენ სამსახურს, ქარხნები იხურებოდნენ, პენსიები არ იხდებოდა. თბილისის ქუჩებში ელექტროობა მხოლოდ რამდენიმე საათს მუშაობდა დღეში. გათბობა არ იყო, წყალი არ მოდიოდა. საქართველო, რომელიც შევარდნაძემ დაპირდა ააშენოს, იყო ნანგრევებში. ადამიანები იწყებდნენ შეშფოთებას, ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც მაშინ მუშაობდა ერთ-ერთ თბილისის გაზეთში. პრეზიდენტის რეიტინგი ეცემოდა. გამოკითხვები, რომლებიც მაშინ ჩატარდა, აჩვენებდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 35% უჭერდა მხარს შევარდნაძეს. ეს იყო კრიზისი პრეზიდენტისთვის, რომელიც მხოლოდ 3 წლის წინ გმირად შემოდიოდა. ოპოზიცია ძლიერდებოდა. სვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული პირველი პრეზიდენტის ბედი, აქტივდებოდნენ. ნაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც აკრიტიკებდნენ შევარდნაძეს რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობისთვის, აწყობდნენ დემონსტრაციებს. ახალი პოლიტიკური პარტიები იქმნებოდა ყოველდღიურად, თითოეული პირობით ქვეყნის მომავალი ხედვა. შევარდნაძეს სჭირდებოდა რაღაც, რაც კვლავ გმირად გადააქცევდა, ამბობს იმდროინდელი პოლიტიკური მრჩეველი, რომელიც თანამშრომლობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მას სჭირდებოდა მომენტი, რომელიც აერთიანებდა ხალხს მის გარშემო. მას სჭირდებოდა საფრთხე, რომელსაც მხოლოდ ის შეეძლო შეებრძოლებოდა. მას სჭირდებოდა მტერი, რომელიც ისე საშიში იქნებოდა, რომ საქართველოელები დაივიწყებდნენ მის ადმინისტრაციის ჩავარდნებს. 1995 წლის გაზაფხულზე დაიწყო უცნაური მოვლენების სერია.
პირველი პოკუშენიემ მოხდა მაისში, თუმცა დეტალები ისევ ბუნდოვანია. ოფიციალურად უსაფრთხოების სამსახურმა გაარღვია გეგმა შევარდნაძეს მისაკუთრების გატაცებისა. მაგრამ ვერავინ არასოდეს არ დააპატიმრეს. ვერავინ არასოდეს არ გამოიძახეს სასამართლოში. ვერავინ არასოდეს არ დაასახელეს როგორც ეჭვმიტანილი. მოხდა თუ არა რამე რეალურად. ან იყო ეს პირველი ტესტი, პირველი ექსპერიმენტი, თუ როგორ რეაგირებდა საზოგადოება. პირველი პოკუშენიეს შემდეგ შევარდნაძეს რეიტინგი გაიზარდა 10 პუნქტით. ადამიანები თანაგრძნობდნენ. მედია წერდა მის ძლიერებაზე და გამბედაობაზე. ოპოზიცია კარგავდა პოზიციებს. იყო თუ არა ეს შემთხვევითი. რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა მეორე ინციდენტი. ამჯერად სროლა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით. კვლავ არავინ არ დააპატიმრეს. კვლავ არავითარი კონკრეტული დეტალები არ გამოქვეყნდა. მაგრამ შევარდნაძემ გამოვიდა ტელევიზიაში და განაცხადა, ჩემი მოკლა უნდა მათ, ვისაც არ უნდა საქართველოს დემოკრატია. მძლავრი მესიჯი, რომელმაც კვლავ გაზარდა მისი მხარდაჭერა. ამ მომენტებისას საერთაშორისო თანამეგობრობა იწყებდა საქართველოში ყურადღების გამახვილებას. დასავლეთი აფასებდა შევარდნაძეს როგორც სტაბილურობის გარანტს კავკასიაში. რუსეთი კი განიხილავდა მას როგორც საქართველოს ერთადერთ ლიდერს, ვისთანაც შეეძლო მოლაპარაკება. ორივე მხარეს სჭირდებოდა შევარდნაძე ძლიერი და ლეგიტიმური. მაგრამ შევარდნაძეს სჭირდებოდა უფრო მეტი. მას სჭირდებოდა არა მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერა, არამედ მოსახლეობის ემოციური კავშირი. მას სჭირდებოდა მომენტი, რომელიც იმდენად დრამატული იქნებოდა, რომ ყველა საქართველოელი დაინახავდა ტელევიზორში და იფიქრებდა, ჩვენ ვერ დავკარგავთ მას. აგვისტოს ბოლოს, 2 კვირით ადრე აფეთქებამდე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეიცვალა. ეს ინფორმაცია იშვიათად მოიხსენიებოდა მედიაში, ეს ჩავარდა სხვა სიახლეების ჭრდილში. მაგრამ თუ უკვე იცით რა მოხდა 2 კვირის შემდეგ, ეს დეტალი ახალ მნიშვნელობას იძენს. ახალი უფროსი იყო პირადი შევარდნაძეს ერთგული, კაცი რომელიც მასთან მუშაობდა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. კაცი რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ბრძანების შესრულება კითხვის გარეშე. კაცი რომელიც არ გააკეთებდა არც ერთ ნაბიჯს პრეზიდენტის თანხმობის გარეშე. რატომ შეიცვალა იგი სწორედ მაშინ? რა დავალება ჰქონდა ახალ უფროსს? უსაფრთხოების სამსახურში რაღაც ხდებოდა, ამბობს ჩვენი ანონიმური წყარო, ყოფილი თანამშრომელი. იწყებოდა რეორგანიზაცია. ზოგიერთი გამოცდილი ოფიცერი გადაადგილდა სხვა დეპარტამენტებში. ახალი ადამიანები მოვიდნენ. ამას ჰქვია სისტემის გასუფთავებად. ხსნის ის. სისტემის გასუფთავება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შეიძლება კითხვები ჰქონოდათ. სისტემის გასუფთავება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შეეძლოთ უარი ეთქვათ გარკვეულ ბრძანებებზე. 1995 წლის 29 აგვისტოს დილა იყო ჩვეულებრივი. შევარდნაძე გაიღვიძა თავის რეზიდენციაში, შეხვდა თავის მრჩევლებს, წაიკითხა დილის საინფორმაციო ზედამხედველობა. იმ დღეს დაგეგმილი იყო ვიზიტი პარლამენტში, მნიშვნელოვანი კანონპროექტის ხელმოწერა. ამ კანონპროექტმა უნდა განამტკიცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მიეცა მას მეტი კონტროლი უსაფრთხოების სამსახურებზე. იყო თუ არა შემთხვევითი, რომ პოკუშენიემ მოხდა სწორედ იმ დღეს. იმ დღეს, როდესაც შევარდნაძე აკანონებდა თავის უფლებამოსილებებს? იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო უყურებდა პარლამენტს. გასვლის დრო იყო საღამოს 6 საათი. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეზიდენტი დააყოვნა. რატომ? ოფიციალური ახსნა არ არსებობს. მაგრამ ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ შევარდნაძეს მიუღია ტელეფონი იმ წუთებში. ერთი ტელეფონი, რომელიც გაგრძელდა 5 წუთი. ვინ რეკავდა? რა ეთქვა პრეზიდენტს? და რატომ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა 10 წუთით დააყოვნოს? ამ 10 წუთის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე მოხდა რამ? რამდენიმე უსაფრთხოების თანამშრომელი გამოჩნდა აფეთქების მომავალ ადგილას. ისინი პატრულირებდნენ, როგორც ოფიციალურად აცხადეს. მაგრამ მოწმეები ამბობენ, რომ ისინი რაღაცას ეძებდნენ. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომლის მაღაზია იყო იქვე, მოგვითხრა, მე დავინახე, როგორ შეჩერდნენ ისინი ერთ მანქანასთან, შეხედეს და წავიდნენ. რომელი მანქანა იყო ეს? და რას ამოწმებდნენ ისინი? კორტეჟი საბოლოოდ გამოვიდა. 3 ჯავშან მანქანა, როგორც ყოველთვის.
მაგრამ იყო ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. პირველ მანქანაში, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავდა სამოსაფრთხოების ოფიცერს, იმ დღეს იყო მხოლოდ ერთი. ალექსანდრე ქოქიაშვილი, 32 წლის ოფიცერი, რომელიც მხოლოდ 6 თვის წინ იყო გადმოყვანილი პრეზიდენტის დაცვაში. რატომ მხოლოდ ის? სად იყვნენ დანარჩენი თანამშრომლები? და რატომ სწორედ ქოქიაშვილი, ახალი, გამოუცდელი ოფიცერი, ნაცვლად გამოცდილი ვეტერანებისა? ეს კითხვები არასოდეს დასმულა ოფიციალურად. ქოქიაშვილის ოჯახს არასოდეს არ მიუღია ამომწურავი პასუხები. კორტეჟი მოძრაობდა რუსთაველის პროსპექტზე. ჩვეულებრივი საღამო, ჩვეულებრივი მოძრაობა, ჩვეულებრივი ხალხი ქუჩებში. მაგრამ ერთი დეტალი არ იყო ჩვეულებრივი. მე ვიყავი მეორე მანქანაში და ვუყურებდი პირველს, ამბობს ჩვენი ანონიმური წყარო. რაღაც არ იყო სწორი იმ მანქანის მოძრაობაში. ის მიდიოდა ძალიან ნელა, თითქოს მძღოლი ელოდა რაღაცას. ძალიან ნელა. ჯავშან მანქანა, რომელიც ჩვეულებრივ მოძრაობდა 60-70 კმ/სთ-ში, იმ დღეს მიდიოდა 40 კმ/ზე. რატომ? რა ელოდა მძღოლი? ან უფრო სწორად, ვის ელოდა? ჩვენ მივუახლოვდით ბარათაშვილის ქუჩის გადაკვეთას. გრძელდება მოწმის ისტორია. და მაშინ მე დავინახე რაღაც, რაც არასოდეს უნდა მენახა. მან დაინახა, როგორ გამოვიდა ერთი კაცი მარჯვენა მხრიდან, ხელში პატარა შავი ხუთით. ეს არ იყო უბრალოდ კაცი ქუჩაში. ეს იყო კაცი, რომელიც იცოდა რა აკეთებდა. ის არ გარბოდა, არ ფარავდა. ის უბრალოდ დადგა, დააჭირა რაღაც ღილაკს და გაქრა. დააჭირა ღილაკს. ერთი მოძრაობა, ერთი წამი და მთელი ქუჩა გადაიქცა ჯოჯოხეთად. აფეთქება იყო ისეთი ძლიერი, რომ მისი ხმა გაისმა 2 კილომეტრის რადიუსში. შუშები ამტვრევდა მიმდებარე შენობებში. ადამიანები ვარდებოდნენ მიწაზე. ქაოსი, პანიკა, შიში. მაგრამ ჩვენი მოწმე არ უყურებდა აფეთქებას. ის უყურებდა იმ კაცს შავი ხუთით. მე ვნახე, როგორ შევიდა ის ერთ მანქანაში, რომელიც იდგა 50 მეტრში. შავი ვოლგა სახელმწიფო ნომრებით. მანქანა დაიძრა და წავიდა საპირისპირო მიმართულებით, სანამ სხვა ადამიანები ჯერ კიდევ არ გაიგებდნენ რა მოხდა. სახელმწიფო ნომრები. ეს ნიშნავს, რომ მანქანა ეკუთვნოდა სამთავრობო სტრუქტურას. რომელს? ვის ეკუთვნოდა ეს მანქანა? და რატომ იყო ის სწორედ იქ, სწორედ იმ მომენტში, მზად წასასვლელად? პირველი ჯავშან მანქანა იყო ცეცხლში. ალექსანდრე ქოქიაშვილი, ერთადერთი ადამიანი იმ მანქანაში, მოკვდა მყისიერად. მისი სხეული იყო იმდენად დაზიანებული, რომ იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ სტომატოლოგიური ჩანაწერებით. 32 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ჰქონდა წინ, გახდა პირველი მსხვერპლი ამ პოკუშენიაში. მაგრამ იყო თუ არა ის რეალური სამიზნე? ან იყო ის უბრალოდ საჭირო მსხვერპლი, რომელიც ამ სპექტაკლს რეალისტურს ხდიდა? ვინ გადაწყვიტა, რომ სწორედ ქოქიაშვილი იჯდებოდა იმ მანქანაში? ვინ გადაწყვიტა, რომ ის იქნებოდა ის, ვინც მოკვდებოდა? მეორე მანქანა, სადაც შევარდნაძე იჯდა, გაჩერდა. მძღოლმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მშვიდად დაიწყო უკუსვლა. მე ვუყურებდი პრეზიდენტს იმ მომენტში. ამბობს ჩვენი წყარო. ის არ იყო შეშინებული. ის არ იყო შოკში. ის იჯდა მშვიდად, თითქოს ელოდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. არ იყო შეშინებული. წარმოიდგინეთ, თქვენ იჯდებით მანქანაში 20 მეტრში, თქვენგან ხდება აფეთქება, კვდება ადამიანი და თქვენ მშვიდი ხართ? როგორ არის ეს შესაძლებელი? გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ იცოდით, რომ რეალური საფრთხე არ არსებობს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ იცოდით, რომ აფეთქება არ იყო განკუთვნილი თქვენთვის. უსაფრთხოების თანამშრომლები გამოხდნენ მესამე მანქანიდან. 4 კაცი სრული აღჭურვილობით, ავტომატებით. მაგრამ ისინი არ გარბოდნენ პრეზიდენტის დასაცავად. ისინი არ ეძებდნენ თავდამსხმელს. ისინი გარბოდნენ პირველი მანქანისკენ, ცეცხლმოცული ნანგრევებისკენ. ერთ-ერთმა ოფიცერმა, მე ვიცი მისი სახელი, მაგრამ ვერ ვიტყვი, შევიდა მანქანაში, გრძელდება მოწმის ჩვენება. ცეცხლი ჯერ კიდევ იწვოდა, მაგრამ მან არ დაელოდა. ის შევიდა, რაღაც აიღო. და გამოვიდა. მთელი ოპერაცია გაგრძელდა არაუმეტეს 20 წამისა. რა აიღო მან? ოფიციალური ვერსიით, არაფერი.
მაგრამ ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს იყო პატარა შავი ხუთი, იგივე რომელიც კაცს ჰქონდა ხელში აფეთქებამდე. დისტანციური მართვის მოწყობილობა. მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფეთქება არ იყო ტერორისტული აქტი, არამედ კონტროლირებადი ოპერაცია. ეს ხუთი გაქრა, ამბობს ის. არასოდეს არ გამოჩნდა გამოძიების მასალებში. არასოდეს არ მოიხსენიეს ოფიციალურ ანგარიშებში. თითქოს ის არასოდეს არ არსებობდა. რამდენიმე წუთში ქუჩა აივსო პოლიციით, სასწრაფო დახმარებით, ჟურნალისტებით. ტელევიზიის კამერები იწყებდნენ გადაღებას. მთელი საქართველო უყურებდა ამ სცენას პირდაპირ ეთერში. და მაშინ გამოჩნდა შევარდნაძე. ის გამოვიდა მანქანიდან გარშემორტყმული უსაფრთხოების თანამშრომლებით. მისი სახე იყო მშვიდი, თითქოს არაფერი მომხდარა. ის ისაუბრა ჟურნალისტებთან, განაცხადა, რომ ტერორისტები ვერ შეაშინებენ საქართველოს. და შევიდა პარლამენტის შენობაში. მთელი ეს სცენა გაგრძელდა 5 წუთი. 5 წუთი, რომელიც შეცვალდა საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს. ეს იყო იდეალური პერფორმანსი, ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც მაშინ აშუქებდა ამ მოვლენებს. შევარდნაძე გამოიყურებოდა როგორც გმირი, როგორც ლიდერი, რომელიც არ ეშინია სიკვდილის. ხალხი დაინახა ძლიერ პრეზიდენტს, არა სუსტ პოლიტიკოსს, რომელიც კარგავდა კონტროლს. იმ საღამოს საქართველოს ყველა ტელეარხი იმეორებდა ერთსა და იმავე კადრებს, აფეთქება, ცეცხლი, შევარდნაძე რომ გამოდის მანქანიდან. ეს კადრები ნაჩვენები იყო ათობით, ასობით ჯერ. ისინი გახდა სიმბოლო პრეზიდენტის გადარჩენისას, სიმბოლო იმისა, რომ საქართველოს სჭირდებოდა ძლიერი ლიდერი საფრთხეების წინააღმდეგ. მაგრამ რამდენმა ადამიანმა შეამჩნია, რომ ეს კადრები იყო გადაღებული იდეალურ კუთხეებიდან. რამდენმა შეამჩნია, რომ კამერები იყვნენ უკვე პოზიციებზე, სანამ აფეთქება მოხდებოდა? რამდენმა დაფიქრდა? თუ როგორ მოახერხეს ჟურნალისტებმა ისე სწრაფად მოსვლა? ერთი ჩემი კოლეგა ოპერატორი მითხრა რაღაც უცნაური, იხსენებს ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა იმ ერთ-ერთ ტელეარხში. მას დაურეკეს უსაფრთხოების სამსახურიდან 6 საათზე, 1 საათით ადრე აფეთქებამდე. უთხრეს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს რუსთაველზე და რომ უნდა ყოფილიყო მზად კამერით. დაურეკეს 1 საათით ადრე. უთხრეს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. როგორ იცოდნენ ისინი? როგორ იცოდნენ, რომ სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ საათზე, სწორედ იმ ადგილას რაღაც მოხდებოდა? გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი თავად გეგმავდნენ ამას. ჩემი კოლეგა არ წავიდა, გრძელდება ჟურნალისტის ისტორია. მან ეს მიიჩნია უცნაურად და არ წავიდა. მაგრამ სხვა ოპერატორი წავიდა. და სწორედ მისი კადრები გამოიყენეს ყველა ტელეარხმა იმ საღამოს. ამ ოპერატორს არასოდეს არ გამოუკითხავდნენ. არასოდეს არ ჰკითხეს, ვინ დაურეკა, რა ზუსტად უთხრეს. რატომ წავიდა? ის უბრალოდ გააკეთა თავისი სამუშაო, გადაიღო ისტორიული მომენტი და დაივიწყეს. პარლამენტში შევარდნაძემ გამოსვლა გააკეთა. ის ისაუბრა ტერორისტებზე, მტრებზე, ძალებზე, რომლებიც უნდოდათ საქართველოს დესტაბილიზაცია. მან არ დაასახელა კონკრეტული სახელები, არ მიუთითა კონკრეტულ ჯგუფებზე. მაგრამ მისი მესიჯი იყო ნათელი, საქართველოს ესაჭიროებოდა ძლიერი ხელისუფლება, ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი უსაფრთხოების სამსახური. ეს იყო იდეალური მომენტი კანონ პროექტის მისაღებად, ამბობს იმდროინდელი დეპუტატი, რომელიც მაშინ იყო ოპოზიციაში. ვინ გაბედავდა უარს თქვას პრეზიდენტზე, რომელიც ახლახან გადაურჩა მკვლელობის მცდელობას? ვინ გაბედავდა კრიტიკას, როდესაც მთელი ქვეყანა თანაგრძნობდა მას, კანონ პროექტი მიიღეს ერთხმად? პრეზიდენტმა მიიღო ყველა უფლებამოსილება. რაც უნდოდა? უსაფრთხოების სამსახური გახდა უშუალოდ მისი დაქვემდებარებაში. ოპოზიცია დუმდა. მედია აქებდა გმირ პრეზიდენტს. საქართველო აერთიანდა შევარდნაძეს გარშემო. მაგრამ რა ფასად მოხდა ეს გაერთიანება? ალექსანდრე ქოქიაშვილის ფასად? იმ ადამიანების ფასად, რომლებიც დაშავდნენ აფეთქებაში? იმ ჭეშმარიტების ფასად, რომელიც დაიმარხა იმ დღეს? გამოძიება დაიწყო მეორე დღეს. ოფიციალურად ის ხელმძღვანელობდა გენერალური პროკურატურა. მაგრამ რეალურად ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენ ვიცოდით, რა უნდა ვეძებნა, ამბობს ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე. ჩვენ უნდა გვეპოვა ტერორისტები. არა მტკიცებულებები, არა ჭეშმარიტება, ტერორისტები. პირველი დაკავებები მოხდა 1 კვირის შემდეგ.
5 კაცი, ყველა ყოფილი გამსახურდიას მომხრე, ყველა ცნობილი ოპოზიციონერი. მათ წარუდგინეს ბრალდება ტერორიზმში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, მკვლელობის ორგანიზებაში. მაგრამ მტკიცებულებები იყო სუსტი, ძალიან სუსტი. არ არსებობდა არანაირი პირდაპირი კავშირი ამ ადამიანებსა და აფეთქებას შორის, ამბობს ადვოკატი, რომელიც იცავდა ერთ-ერთ ბრალდებულს. არ იყო ფინანსური ტრანზაქციები, არ იყო მოწმეები, არ იყო ფიზიკური მტკიცებულებები. იყო მხოლოდ ჩვენებების სხვა დაკავებულებისგან, რომლებიც აშკარად იყო მიღებული წნეხის ქვეშ. ერთ-ერთმა დაკავებულმა მოგვიანებით მოყოლა, როგორ დაკითხავდნენ მას. მათ არ აინტერესებდათ, რა ვიცოდი, ამბობს ის. მათ აინტერესებდათ, რომ მე ვეთქვა ის, რაც მათ უნდოდათ. ისინი მაჩვენებდნენ ტექსტს და მეუბნებოდნენ, ხელი მოაწერე. თუ არ მოაწერ, შენი ოჯახი დაზარალდება. დაზარალდება. ეს იყო საკვანძო სიტყვა. არა, შენ დაზარალდები, შენი ოჯახი დაზარალდება. ეს იყო მუქარა, რომელიც მუშაობდა. 5-ვე დაკავებულმა ხელი მოაწერა აღიარებებს. 5-ვე, აღიარა, რომ მონაწილეობდა აფეთქების ორგანიზებაში. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, მათი ისტორიები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ერთი ამბობდა, რომ ბომბი იყო დადებული ღამით. მეორე ამბობდა, რომ დილით. მესამე ამბობდა, რომ ეს იყო დისტანციური მართვის მოწყობილობა. მეოთხე ამბობდა, რომ ეს იყო ტაიმერი. მეხუთე საერთოდ არ იცოდა, რა ტიპის ბომბი იყო. ეს იყო აბსურდი, ამბობს იურისტი, რომელიც აკვირდებოდა სასამართლო პროცესს. 5 კაცი, რომლებიც სავარაუდოდ ერთად ორგანიზებდნენ ტერორისტულ აქტს, ვერ ამბობდნენ ერთსა და იმავე ისტორიას. მაგრამ სასამართლომ მაინც მიიღო მათი აღიარებები, როგორც მტკიცებულება. სასამართლო პროცესი გაგრძელდა 6 თვე. 6 თვე, რომლის განმავლობაც მედია წერდა ტერორისტებზე, მკვლელებზე, საქართველოს მტრებზე. 6 თვე, რომლის განმავლობაც არავინ კითხულობდა რეალურ კითხვებს, სად არის დისტანციური მართვის მოწყობილობა? ვინ იყო კაცი შავი ხუთით? რატომ იყო ტელევიზიის კამერები უკვე ადგილზე? განაჩენი გამოტანილი იქნა 1996 წლის მარტში. 5-ვე ბრალდებული გამოცხადდა დამნაშავედ. 2 მათგანი მიიღო სიკვდილით დასჯა, მოგვიანებით შეცვლილი უადო პატიმრობით, დანარჩენი 3, 15, 20 წლით პატიმრობა. საქართველოს მოსახლეობამ ამოიოხრა, სამართალი აღსრულდა, ტერორისტები დაისაჯნენ, პრეზიდენტი იყო უსაფრთხოდ. მაგრამ იყო ადამიანები, რომლებიც არ სჯეროდათ. იყო ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ბრალდებულები პირადად და იცოდნენ, რომ ისინი არ იყვნენ ტერორისტები. იყო ადამიანები, რომლებმაც ხედავდნენ წინააღმდეგობები ოფიციალურ ვერსიაში. მაგრამ ეს ადამიანები დუმდნენ. რატომ? რადგან ისინი ფობდნენ. თუ თქვენ ეჭქვეშ აყენებდით ოფიციალურ ვერსიას, თქვენ ხდებოდით ტერორისტების მომხრე, ამბობს ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გამოეძიებინა ეს საქმე. თქვენ კარგავდით სამსახურს, თქვენს ოჯახს ემუქრებოდა საფრთხე, თქვენ თავად შეიძლება დაგეკავებინათ. ასე რომ ადამიანები ირჩევდნენ დუმილს. დუმილი. ეს იყო ყველაზე ძლიერი იარაღი. არა ძალადობა, არა რეპრესიები, უბრალოდ დუმილი. დუმილი, რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში. დუმილი, რომელიც იცავდა საიდუმლოებას. მაგრამ დუმილი არ გრძელდება სამუდამოდ. ადამიანები იწყებენ საუბარს. დოკუმენტები იპოვება. ჭეშმარიტება ამოდის ზედაპირზე. და ახლა 28 წლის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ გაგებას, რა რეალურად მოხდა 1995 წლის 29 აგვისტოს. რას ფიქრობთ თქვენ? იყო თუ არა ეს რეალური ტერორისტული აქტი? თუ იყო ეს ინსცენირება, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია? და რატომ, თუ ეს იყო ინსცენირება, მოკვდა ალექსანდრე ქოქიაშვილი? 1996 წლის გაზაფხულზე, როდესაც სასამართლო პროცესი დასრულდა და ტერორისტები დაისაჯნენ. ედუარდ შევარდნაძე იყო თავის კარიერის მწვერვალზე. მისი რეიტინგი აღწევდა 78%-ს, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მისი პრეზიდენტობის პერიოდში. ოპოზიცია იყო დემორალიზებული და დაშლილი. დასავლეთი აქებდა მას როგორც სტაბილურობის გარანტს კავკასიაში. რუსეთი თანამშრომლობდა მასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ეს იყო იდეალური შედეგი, ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი.
შევარდნაძემ მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა: ძალაუფლება, ლეგიტიმაცია, საერთაშორისო მხარდაჭერა, მოსახლეობის სიყვარული. და ყველაფერი ეს მოხდა ერთი აფეთქების წყალობით. მაგრამ იყო ადამიანები, რომლებიც არ დაივიწყეს. ალექსანდრე ქოქიაშვილის დედა, რომელიც ყოველ წელს დგას თავისი შვილის საფლავთან და ეკითხება: რატომ? რატომ სწორედ ჩემი შვილი? რატომ სწორედ ის იყო იმ მანქანაში? ვინ გადაწყვიტა, რომ ის უნდა მოკვდეს? მე ვცდილობდი პასუხების მიღებას, ამბობს ის, ხმა ჯერ კიდევ კანკალებს ემოციებისგან. მე მივდიოდი უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგრამ ყველა მეუბნებოდა ერთსა და იმავეს: თქვენი შვილი იყო გმირი, ის გარდაიცვალა მოვალეობის შესრულებისას. მაგრამ არავინ მითხრა, რატომ ის იყო მარტო იმ მანქანაში. რატომ შეიცვალა პროცედურა სწორედ იმ დღეს? ქოქიაშვილის ოჯახმა არასოდეს მიიღო სრული ინფორმაცია. მათ არასოდეს არ მიეცათ წვდომა გამოძიების მასალებზე. მათ არასოდეს არ უთხრეს, რა ზუსტად მოხდა იმ მანქანაში. ისინი მიიღეს მხოლოდ ოფიციალური ვერსია და პატარა კომპენსაცია, ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო ნუგეში მათი შვილის სიკვდილისთვის. ფული ვერ დააბრუნებს ჩემს შვილს, ამბობს დედა. მე მინდა ჭეშმარიტება. მე მინდა ვიცოდე, რატომ მოკვდა ის. და თუ ვიღაცამ გამოიყენა ის, თუ ვიღაცამ გაწირა ის პოლიტიკური თამაშისთვის, მე მინდა, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ. მაგრამ დასჯა არასოდეს მოხდა. პირიქით, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ უსაფრთხოებაზე იმ დღეს. მიიღეს დაწინაურება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც შეცვალა პროცედურები ბოლო წამში, გახდა მინისტრი. ოფიცერი, რომელმაც აიღო შავი ხუთიდან გრეული მანქანიდან, გახდა გენერალი. ყველა, ვინც იყო ჩართული იმ ოპერაციაში, მიიღო ჯილდოები და დაწინაურებები. ეს არის როგორ მუშაობს სისტემა, ამბობს ყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელი. თუ თქვენ აკეთებთ ის, რაც გეუბნებიან, თუ თქვენ ინახავთ საიდუმლოებებს, თქვენ მიიღებთ ჯილდოს. თუ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ, თუ თქვენ ცდილობთ ჭეშმარიტების გამოძიებას, თქვენ კარგავთ ყველაფერს. 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუციამ დაამხო შევარდნაძე, ბევრმა იმედოვნა, რომ საიდუმლოებები გამოვლინდებოდა. ახალი ხელისუფლება პირდებოდა გამჭვირვალობას, სამართლიანობას, ისტორიული ჭეშმარიტების აღდგენას. მაგრამ არაფერი მოხდა. ახალი ხელისუფლება არ უნდოდა ძველი საიდუმლოებების გახსნა, ამბობს ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა რევოლუციას. რატომ? რადგან ბევრი ადამიანი ახალ ხელისუფლებაში იყო ჩართული ძველ სისტემაში. ბევრი მათგანი იცოდა საიდუმლოებები, ბევრი მათგანი თავად იყო ნაწილი იმ თამაშებისა. არქივები, რომლებიც უნდა გახსნილიყო, დარჩა დახურული. დოკუმენტები, რომლებიც უნდა გამოქვეყნებულიყო, დარჩა საიდუმლო. მოწმეები, რომლებიც უნდა გამოეკითხათ, არასოდეს არ გამოიძახეს. 1995 წლის აფეთქება დარჩა ოფიციალურად ტერორისტული აქტი და არავინ ცდილობდა ამ ვერსიის გადასინჯვას. ეს არის ტრაგედია, ამბობს ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს საქართველოს თანამედროვე ისტორიას. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ისტორიას, რადგან ვშიშობთ ჭეშმარიტების. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ტყუილებში, რადგან ჭეშმარიტება ძალიან საშიშია. მაგრამ ჭეშმარიტება, როგორც წყალი, ყოველთვის პოულობს გზას. დოკუმენტები ижоნება. მოწმეები იწყებენ საუბარს. ახალი თაობა იწყებს კითხვების დასმას. და ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ. რეალური სურათი იწყებს გამოჩენას. 2015 წელს 20 წლის შემდეგ აფეთქებიდან ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა გამომძიებელმა მოახერხა წვდომა ზოგიერთ დოკუმენტზე. ეს დოკუმენტები, რომლებიც ოფიციალურად არ უნდა არსებობდეს, შეიცავდა საინტერესო ინფორმაციას. მათ შორის იყო ფინანსური ანგარიშები უსაფრთხოების სამსახურიდან, ანგარიშები, რომლებიც აჩვენებდა უჩვეულო ხარჯებს აგვისტოს ბოლოს 1995 წელს. ერთი ხაზი განსაკუთრებით საინტერესო იყო, ამბობს ეს გამომძიებელი. 50,000 დოლარი გადახდილი სპეციალური ოპერაციისთვის, თარიღით 25 აგვისტო, 4 დღით ადრე აფეთქებამდე. რა იყო ეს სპეციალური ოპერაცია? და რატომ არ არსებობს არანაირი დეტალები ამის შესახებ? 50,000 დოლარი 1995 წელს იყო უზარმაზარი თანხა საქართველოსთვის. ეს იყო საკმარისი ფული, რომ დაეფინანსებინა რთული ოპერაცია, ან რომ დაეჩუმებინა ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ძალიან ბევრი. გამომძიებელმა ცდილობდა მეტი ინფორმაციის მიღებას. მაგრამ დოკუმენტები უეცრად გახდა მიუწვდომელი.
მას უთხრეს, რომ ისინი დაიკარგა არქივის რეორგანიზაციის დროს. როგორ შეიძლება დოკუმენტების დაკარგვა? როგორ შეიძლება, რომ სწორედ ეს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა კრიტიკულ ინფორმაციას, დაიკარგა? ეს არ არის შემთხვევითობა, ამბობს გამომძიებელი. ეს არის სისტემატური ძალისხმევა ჭეშმარიტების დამალვისთვის. ვიღაც ძალიან ძლიერი არ უნდა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა რეალურად მოხდა 1995 წელს. ვინ არის ეს ვიღაც? ვინ არის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალა და რესურსები, რომ დაამალონ ჭეშმარიტება 28 წლის განმავლობაში? და რატომ არის ეს ჭეშმარიტება ისევ საშიში დღეს, როგორც იყო მაშინ? ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხი ჯერ კიდევ არ მივიღეთ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. რადგან ალექსანდრე ქოქიაშვილი 32 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოკვდა იმ მანქანაში, იმსახურებს ჭეშმარიტებას. რადგან საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს, რა რეალურად მოხდა მათი ქვეყნის ისტორიაში. და რადგან თუ ჩვენ არ ვისწავლით ჩვენი წარსულიდან, ჩვენ განწირულები ვართ გავიმეოროთ იგი. 2018 წელს მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ერთ-ერთი ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტის დაცვაში 1995 წელს, იწვა საავადმყოფოს საწოლზე. კიბო. ექიმები აძლევდნენ მას მაქსიმუმ 2 თვეს. და ამ 2 თვეში ის გადაწყვიტა საუბარი. მე არ მინდა ვიცხოვროთ ყვილში, თქვა მან ჟურნალისტისთვის, რომელიც ვიზიტორად მოვიდა. მე ვიცი რა მოხდა იმ დღეს. მე ვიყავი იქ. და მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს ჭეშმარიტებას, სანამ მე მოვკვდები. მისი სახელი იყო გიორგი მესხიშვილი. 58 წლის კაცი, რომელიც გაატარა 25 წელი უსაფრთხოების სამსახურში. კაცი, რომელსაც ენდობოდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები. მესხიშვილის ისტორია იყო შოკისმომგვრელი. ის ამბობდა, რომ აფეთქება არ იყო ტერორისტული აქტი. ის ამბობდა, რომ ეს იყო სპეციალური ოპერაცია, დაგეგმილი და განხორციელებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ის ამბობდა, რომ მან პირადად იცოდა ამის შესახებ 2 კვირით ადრე. ჩვენ გვქონდა შეკრება, იხსენებდა ის, ხმა სუსტი, მაგრამ მკაფიო. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თქვა, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ის არ თქვა ზუსტად რა, მაგრამ ის თქვა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ის თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და რომ ჩვენ უნდა შეგვესრულებინა ყველა ბრძანება კითხვის გარეშე. კითხვის გარეშე. ეს იყო საკვანძო ფრაზა. არა, გაიგეთ სიტუაცია, არა მოემზადეთ საფრთხისთვის, უბრალოდ შეასრულეთ ბრძანებები კითხვის გარეშე. თითქოს ისინი იცოდნენ, რომ ზოგიერთი ბრძანება იქნებოდა ისეთი, რომელიც გამოიწვევდა კითხვებს. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო რეალური საფრთხის შესახებ, გრძელდება მესხიშვილი. მე ვიფიქრე, რომ ჩვენ გვქონდა დაზვერვა ტერორისტული აქტის შესახებ და რომ ჩვენ ვემზადებოდით მის თავიდან აცილებას. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მე დავინახე, როგორ განვითარდა ყველაფერი, მე გავიგე, ეს არ იყო თავიდან აცილება. ეს იყო ორგანიზება. ორგანიზება. ეს სიტყვა ცვლის ყველაფერს. თუ აფეთქება იყო ორგანიზებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, მარშრუტის შეცვლა, დაგვიანება, ერთი ოფიცრის დატოვება პირველ მანქანაში, ყველაფერი იყო ნაწილი გეგმისა. ეს ნიშნავს, რომ ალექსანდრე ქოქიაშვილი არ იყო შემთხვევითი მსხვერპლი. ის იყო შერჩეული მსხვერპლი. რატომ ქოქიაშვილი? ვკითხეთ ჩვენ მესხიშვილს. მისი პასუხი იყო ცივი და გულგრილი, რადგან ის იყო ახალი. რადგან მას არ ჰქონდა ძლიერი კავშირები სამსახურში. რადგან მისი ოჯახი არ იყო გავლენიანი. რადგან თუ რაიმე წავიდოდა არასწორად, არავინ დიდ კითხვებს არ დასვამდა. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ირჩევთ ადამიანს სიკვდილისთვის, არა იმიტომ, რომ ის რაიმე ცუდი გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ ის არის მოსახერხებელი მსხვერპლი. იმიტომ, რომ მისი სიკვდილი არ გამოიწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. ეს არის ციკნიზმის დონე, რომელიც ძნელად წარმოსადგენია. მესხიშვილმა გააგრძელა. ის თქვა, რომ იმ დღის დილით, 29 აგვისტოს იყო კიდევ ერთი შეკრება. ამჯერად მხოლოდ ვიწრო წრისთვის 5 ან 6 ოფიცერი, რომლებიც იყვნენ ჩართულები ოპერაციაში. მათ უთხრეს ზუსტი დეტალები, დრო, ადგილი, როგორ უნდა მოქმედებოდნენ. ჩვენ გვითხრეს, რომ პირველი მანქანა აფეთქდება, თქვა მან. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნება კონტროლირებადი აფეთქება, არა ძალიან ძლიერი, მაგრამ საკმარისად დრამატული.
ჩვენ გვითხრეს, რომ პრეზიდენტი იქნება უსაფრთხოდ, მაგრამ რომ ყველამ უნდა იფიქროს, რომ ის იყო რეალურ საფრთხეში. კონტროლირებადი აფეთქება. ეს ნიშნავს, რომ ისინი იცოდნენ ზუსტად, რა ძალის იქნებოდა აფეთქება. ისინი იცოდნენ, რომ ეს მოკლავდა ადამიანს პირველ მანქანაში. მაგრამ არ დააზიანებდა მეორე მანქანას. ისინი იცოდნენ, რომ ეს შექმნიდა იდეალურ სურათს, საკმარისად საშიში, რომ შეაშინოს ხალხი, მაგრამ არა იმდენად საშიში, რომ რეალურად დააზიანოს პრეზიდენტი. და რა იყო თქვენი როლი? ვკითხეთ. მესხიშვილმა დაუშვა პაუზა. მისი თვალები აივსო ცრემლებით. ჩემი როლი იყო უზრუნველყოფა, რომ არავინ მიუახლოვდეს პირველ მანქანას აფეთქების შემდეგ. გარდა იმ ერთი ოფიცრისა, რომელმაც უნდა აეღო მოწყობილობა. მე უნდა დამეცვა პერიმეტრი, დამეყენებინა ხალხი უკან, დამეყოვნებინა სასწრაფო დახმარება რამდენიმე წამით. დაეყოვნებინა სასწრაფო დახმარება. რატომ? რადგან იმ რამდენიმე წამში სხვა ოფიცერმა უნდა შესულიყო მანქანაში და აეღო შავი ხუთი, დისტანციური მართვის მოწყობილობა, რომელიც იყო მთავარი მტკიცებულება, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი, არამედ კონტროლირებადი ოპერაცია. მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო სწორი. თქვა მესხიშვილმა. მაგრამ მე ვიყავი ჯარისკაცი. მე ვასრულებდი ბრძანებებს. და მე ვიფიქრე. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო საჭირო ქვეყნის სტაბილურობისთვის. მე ვიფიქრე, რომ ჩვენ ვაკეთებდით სწორს. სწორს. როგორ შეიძლება იყოს სწორი ადამიანის მოკლა პოლიტიკური მიზნებისთვის? როგორ შეიძლება იყოს სწორი ტყუილი მთელი ერისთვის? როგორ შეიძლება იყოს სწორი ხუთი უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება და დასჯა დანაშაულისთვის, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ? ახლა მე ვიცი, რომ ეს არ იყო სწორი, თქვა მესხიშვილმა. ახლა მე ვიცი, რომ ჩვენ ვიყავით ნაწილი რაღაც საშინელისა. და მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს. მე მინდა, რომ ალექსანდრე ქოქიაშვილის დედამ იცოდეს, რომ მისი შვილი არ მოკვდა შემთხვევით. მე მინდა, რომ იმ ხუთმა კაცმა, რომლებიც იჯდნენ ციხეში უდანაშაულოდ, იცოდნენ, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება. მესხიშვილის ინტერვიუ გადაიღეს ვიდეოზე. ჟურნალისტმა დაპირდა, რომ გამოაქვეყნებდა მას მესხიშვილის სიკვდილის შემდეგ, რათა დაეცვა ის შესაძლო რეპრესიებისგან. მაგრამ 2 კვირის შემდეგ, სანამ ვიდეო გამოქვეყნდებოდა, მოხდა რაღაც უცნაური. მესხიშვილი გარდაიცვალა. ოფიციალურად გულის შეტევა. მაგრამ ექიმები, რომლებიც მკურნალობდნენ მას, იყვნენ გაოცებულები. ის იყო სტაბილურ მდგომარეობაში, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. კიბო იყო მძიმე, მაგრამ გული მუშაობდა კარგად. გულის შეტევა იყო. მოულოდნელი. მოულოდნელი. ან არა. 2 დღის შემდეგ მესხიშვილის სიკვდილის შემდეგ ჟურნალისტის ბინაში შეიჭრნენ. არაფერი არ მოიპარეს, არა ფული, არა ტექნიკა, არა ძვირფასი ნივთები. მაგრამ ვიდეო ინტერვიუ, რომელიც ინახებოდა ლეპტოპზე და 2 ბექაპ დისკზე გაქრა. სამივე ასლი. ეს არ იყო ჩვეულებრივი ქურდობა, ამბობს ჟურნალისტი. ისინი იცოდნენ ზუსტად რას ეძებდნენ. ისინი იცოდნენ, სად იყო ლეპტოპი, სად იყო დისკები. ისინი შევიდნენ, აიღეს რაც უნდოდათ. და წავიდნენ. ეს იყო პროფესიონალური ოპერაცია. ვინ იყვნენ ისინი? როგორ იცოდნენ მესხიშვილის ინტერვიუს შესახებ? და რატომ იყვნენ ისინი ისე შეშფოთებულები, რომ მოკლეს ადამიანი და მოიპარეს ვიდეო? რადგან მესხიშვილის ჩვენება იყო პირდაპირ მტკიცებულება, ამბობს იურისტი, რომელიც ცდილობდა ამ საქმის გახსნას. ეს არ იყო თეორია, არა ვარაუდი, ეს იყო თვითმხილველის ჩვენება ადამიანისგან, რომელიც იყო ნაწილი ოპერაციისა. ეს შეეძლო გამოეყენებინა სასამართლოში. ეს შეეძლო გაეხსნა მთელი საქმე. მაგრამ ვიდეო გაქრა. მესხიშვილი მოკვდა. და ჟურნალისტი, რომელმაც ჩაიწერა ინტერვიუ, მიიღო რეკომენდაცია დატოვა საქართველოს უსაფრთხოების მიზეზებით. ის წავიდა. ის ცხოვრობს ახლა ევროპაში, ჯერ კიდევ ფობობს დაბრუნებას. მე ვიცი, რომ ისინი მაკვირდებიან, ამბობს ის ტელეფონით. მე ვიცი, რომ თუ მე დაუბრუნდები, რაღაც მოხდება. შეიძლება არა მაშინვე, შეიძლება არა აშკარად, მაგრამ რაღაც მოხდება. ასე რომ მე ვრჩები აქ. შორს დავცდილობ დავივიწყო. მაგრამ ზოგიერთი რამ არ შეიძლება დავიწყება. ზოგიერთი ჭეშმარიტება ძალიან დიდია, რომ დაიმარხოს. და მესხიშვილის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო გაქრა, გავრცელდა. ადამიანები საუბრობდნენ. ჩურჩული იქცა საუბრად. საუბარი იქცა ეჭვად.
და HV იქცა მოთხოვნად ჭეშმარიტებისთვის. 2019 წელს ჯგუფმა აქტივისტებისა და ჟურნალისტებისა შექმნა ორგანიზაცია სახელწოდებით 29 აგვისტოს ჭეშმარიტება. მათი მიზანი იყო მარტივი: გამოიძიონ რა რეალურად მოხდა 1995 წლის აფეთქებაში. მოიძიონ მოწმეები, დოკუმენტები, მტკიცებულებები და მოითხოვონ ოფიციალური გამოძიების გახსნა. ჩვენ არ ვართ კონსპირატორები, ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი. ჩვენ არ ვიგონებთ უცნაურ თეორიებს. ჩვენ უბრალოდ ვეძებთ ფაქტებს. და ფაქტები, რომლებიც ჩვენ უკვე ვიპოვეთ, აჩვენებს, რომ ოფიციალური ვერსია არ არის სრული. არის ხვრელები, არის წინააღმდეგობები, არის კითხვები, რომლებზეც არასოდეს არ გაეცა პასუხი. ორგანიზაციამ დაიწყო საკუთარი გამოძიება. ისინი ინტერვიუს უკეთებდნენ მოწმეებს, რომლებიც იყვნენ ქუჩაში იმ დღეს. ისინი აანალიზებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს აფეთქებიდან. ისინი ეძებდნენ დოკუმენტებს არქივებში. და ნელ-ნელა ისინი იწყებდნენ ალტერნატიული სურათის შედგენას. ერთ-ერთი მათი აღმოჩენა იყო საინტერესო დეტალი ვიდეო მასალაში. ტელევიზიის კადრებში, რომლებიც გადაიღეს აფეთქების შემდეგ, ჩანს ერთი კაცი, რომელიც დგას დაახლოებით 30 მეტრში აფეთქების ადგილიდან. ის არ გარბის, არ პანიკაშია, არ ეხმარება დაშავებულებს. ის უბრალოდ დგას და უყურებს. და მისი სახე არის მშვიდი, თითქოს ის იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენ გავაანალიზეთ ეს კადრები ექსპერტებთან ერთად, ამბობს გამომძიებელი. და ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ეს კაცი. ის იყო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც მუშაობდა სპეციალურ ოპერაციებში. რატომ იყო ის იქ? რატომ იყო ის ისე მშვიდი? და რატომ არ გამოიძახეს ის არასოდეს როგორც მოწმე, ეს კაცი, რომლის სახელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ცხოვრობს ახლა თბილისში. ის არის პენსიაზე, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს კავშირები უსაფრთხოების სტრუქტურებთან. ორგანიზაცია 29 აგვისტოს ჭეშმარიტებას ცდილობდა დაუკავშირდეს მას, მაგრამ ის უარყოფს ყოველგვარ ინტერვიუს. ის ფობობს, ამბობს აქტივისტი. და მართალია. რადგან თუ ის ისაუბრებს, თუ ის დაადასტურებს, რაც ჩვენ ვეჩვობთ, ის გახდება მიზანი. ისევე როგორც მესხიშვილი გახდა მიზანი. მაგრამ არიან სხვა მოწმეები, რომლებიც ნაკლებად ფობენ. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ქუჩაში იმ დღეს, რომლებმაც დაინახეს რაღაც უცნაური, რომლებიც ინახავდნენ ამ მეხსიერებებს 25 წლის განმავლობაში. ახლა ისინი იწყებენ საუბარს. ერთ-ერთი ასეთი მოწმე არის ნინო ჯავახიშვილი, რომელიც მუშაობდა მაღაზიაში რუსთაველის პროსპექტზე. მისი მაღაზია იყო მხოლოდ 50 მეტრში აფეთქების ადგილიდან. მე დავინახე ყველაფერი, ამბობს ის. მე დავინახე კორტეჟი, მე დავინახე აფეთქება, მე დავინახე რა მოხდა შემდეგ. და მე დავინახე რაღაც, რაც არასოდეს არ მithქვამს არავისთვის, რადგან მეშინოდა. რა დაინახა მან? მე დავინახე, როგორ შევიდა ერთი კაცი დანგრეულ მანქანაში, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა. ის იყო უსაფრთხოების ფორმაში. ის შევიდა, რაღაც აიღო, პატარა შავი ხუთი და გამოვიდა. მთელი ეს სცენა გაგრძელდა შეიძლება 10 წამი. და მაშინ სხვა ოფიცრები მოვიდნენ და დაიწყეს ხალხის უკანდაყენება და მე ვეღარ ვნახე მეტი. პატარა შავი ხუთი. იგივე ხუთი, რომელზეც საუბრობდა ჩვენი ანონიმური წყარო. იგივე ხუთი, რომელზეც საუბრობდა მესხიშვილი. იგივე ხუთი, რომელიც გაქრა და არასოდეს არ გამოჩენილა გამოძიების მასალებში. ეს არის მტკიცებულება, ამბობს იურისტი. ეს არის კონკრეტული მატერიალური მტკიცებულება, რომელიც უნდა არსებობდეს. თუ ეს იყო რეალური ტერორისტული აქტი, ეს ხუთი უნდა ყოფილიყო ნაწილი გამოძიებისა. მაგრამ ის გაქრა. რატომ? რადგან ის ამტკიცებდა, რომ აფეთქება იყო კონტროლირებადი, რომ ის არ იყო ტერორისტული აქტი. ორგანიზაცია 29 აგვისტოს ჭეშმარიტება შეაგროვა ათობით ასეთი ჩვენება. ათობით ადამიანი, რომლებმაც დაინახეს რაღაც უცნაური იმ დღეს. ათობით პატარა დეტალი, რომლებიც ცალ-ცალკე შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ერთად ქმნიან სურათს ოპერაციისა, რომელიც იყო დაგეგმილი და განხორციელებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ. 2021 წელს ორგანიზაციამ წარადგინა ოფიციალური პეტიცია პროკურატურაში. ისინი მოითხოვდნენ გამოძიების გახსნას, ძველი მასალების გადასინჯვას, ახალი მოწმეების გამოკითხვას. პეტიციას ხელი მოაწერა 15,000 ადამიანებმა, რომლებიც უნდოდათ ჭეშმარიტება.
პროკურატურის პასუხი მოვიდა 2 თვის შემდეგ. ის იყო მოკლე და ფორმალური, არ არსებობს საფუძველი გამოძიების გახსნისთვის. საქმე იყო სრულად გამოძიებული 1995-1996 წლებში. განაჩენი იყო კანონიერი და დასაბუთებული. პეტიცია უარყოფილია. ეს იყო მოსალოდნელი, ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას, გავაგრძელებთ მტკიცებულებების შეგროვებას, გავაგრძელებთ ხალხისთვის ჭეშმარიტების მოყოლას. რადგან ჭეშმარიტება ადრე თუ გვიან ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. და ნამდვილად ჭეშმარიტება იწყებს გამოჩენას. არა ოფიციალურ არხებში, არა სახელმწიფო მედიაში, მაგრამ ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში და მოუკიდებელ გამოცემებში. ახალი თაობა, რომელიც არ იცხოვრა 1995 წელს, იწყებს კითხვების დასმას. ისინი არ იღებენ ოფიციალურ ვერსიას როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ისინი ეძებენ, ანალიზებენ, ფიქრობენ. ეს არის იმედის ნიშანი. ამბობს ისტორიკოსი. ახალი თაობა არ ეშინია კითხვების დასმის. ისინი არ ეშინიათ ძველი საიდუმლოებების გახსნის. და ეს არის ის, რაც საჭიროა საქართველოს, თაობა, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას, არა მოსახერხებელ ტყუილებს. მაგრამ ჭეშმარიტების ძიება არის საშიში. ალექსანდრე ქოქიაშვილის დედა, რომელიც ყოველწლიურად ითხოვს პასუხებს, მიიღებს მუქარებს. ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ ამ თემას, კარგავენ სამსახურს. აქტივისტები, რომლებიც ორგანიზებენ აქციებს, აპატიმრებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. სისტემა იცავს თავის თავს, ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი. რადგან თუ ჭეშმარიტება გამოვა 1995 წლის აფეთქების შესახებ, ეს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მთელ სისტემას. ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება შეიძლება მოკლას საკუთარ მოქალაქეებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა შეიძლება დასაჯოს უდანაშაულო ადამიანები. ეს აჩვენებს, რომ მედია შეიძლება ტყუოდეს მთელ ერს. და ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც სისტემა არ შეუძლია აიტანოს. ასე რომ სისტემა იბრძვის. ის იბრძვის დოკუმენტების დამალვით, მოწმეების დაშინებით, გამომძიებლების შეჩერებით. ის იბრძვის ყველა იარაღით, რაც აქვს. მაგრამ ის კარგავს. რადგან ჭეშმარიტება, როგორც წყალი, ყოველთვის პოულობს გზას. რას ფიქრობთ თქვენ? შეუძლია თუ არა სისტემას სამუდამოდ დამალოს ჭეშმარიტება? ან ადრე თუ გვიან, ყველა საიდუმლოება გამოვლინდება. და როდესაც ეს მოხდება, რა იქნება შედეგები? 2022 წლის თებერვალში მოხდა რაღაც, რაც კვლავ შეცვალა თამაშის წესებს. ერთ-ერთმა ყოფილმა პროკურორმა, რომელიც მუშაობდა 1995 წლის საქმეზე, გამოაქვეყნა წიგნი. არა ოფიციალური გამოცემა, არა დიდი გამომცემლობის მიერ, უბრალოდ პატარა ტირაჟი, რომელიც გავრცელდა ძირითადად ინტერნეტში. მაგრამ ამ წიგნში იყო რაღაც, რაც არავის მოელოდა. მე ვინახე ასლები, წერდა ავტორი, რომლის სახელი იყო ვახტანგ ბერიძე. როდესაც მე დავტოვე პროკურატურა 1998 წელს, მე გავიტანე ასლები ზოგიერთი დოკუმენტისა. მე ვიცოდი, რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ ეს დოკუმენტები შეიძლება გაქრეს. და მე მართალი ვიყავი, ბევრი მათგანი რეალურად გაქრა. რა იყო ეს დოკუმენტები? ბერიძე აქვეყნებდა მათ ნაწილებს თავის წიგნში. ერთ-ერთი იყო შიდა მემორანდუმი უსაფრთხოების სამსახურიდან დათარიღებული 20 აგვისტო 1995, 9 დღით ადრე აფეთქებამდე. მემორანდუმში წერდა, სპეციალური ოპერაციის მომზადება მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ყველა მონაწილე ინფორმირებულია. მატერიალური რესურსები უზრუნველყოფილია. ოპერაციის თარიღი დადასტურებული 29 აგვისტო. 29 აგვისტო. ზუსტად იმ დღეს, როდესაც მოხდა აფეთქება. როგორ შეეძლოთ უსაფრთხოების სამსახურს ცოდნოდა ზუსტი თარიღი 9 დღით ადრე? გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი თავად გეგმავდნენ ამას. როდესაც მე დავინახე ეს დოკუმენტი პირველად, წერდა ბერიძე. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო ინფორმაცია დაზვერვიდან. მე ვიფიქრე, რომ ისინი იცოდნენ ტერორისტული აქტის შესახებ და ემზადებოდნენ მის თავიდან აცილებას. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მე წავიკითხე სხვა დოკუმენტები, მე გავიგე, ეს არ იყო თავიდან აცილება. ეს იყო ორგანიზება. სხვა დოკუმენტები, რომლებიც ბერიძემ გამოაქვეყნა, იყო კიდევ უფრო შოკისმომგვრელი.
ერთ-ერთი იყო ფინანსური ანგარიში, რომელიც აჩვენებდა გადახდას $50,000 სპეციალური ოპერაციისთვის 25 აგვისტოს. კიდევ ერთი იყო სია ოფიცრებისა, რომლებიც ჩართული იყვნენ ოპერაციაში, 12 სახელი, მათ შორის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი. ეს სახელები არის მნიშვნელოვანი, ამბობს გამომძიებელი, რომელიც აანალიზებს ბერიძეს წიგნს. ზოგიერთი ამ ადამიანებიდან ჯერ კიდევ ცოცხალია. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ იკავებს მაღალ პოზიციებს. თუ ეს დოკუმენტები ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით ზუსტად ვინ იყო პასუხისმგებელი. მაგრამ არის თუ არა ეს დოკუმენტები ავთენტური? ოფიციალური სტრუქტურები უარყოფენ მათ. ეს არის ყალბი დოკუმენტები, განაცხადა პროკურატურამ. ბერიძე არის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დაითხოვა დისციპლინური დარღვევებისთვის. მისი წიგნი არის მცდელობა დისკრედიტაციისა. მაგრამ ბერიძე არ დუმს. მათ შეუძლიათ თქვან რაც უნდათ, ამბობს ის. მაგრამ მე მაქვს ორიგინალები. მე მაქვს ფიზიკური დოკუმენტები, ბეჭდებით, ხელმოწერებით. და მე მზად ვარ წარვადგინო ისინი დამოუკიდებელ ექსპერტებს ავთენტურობის შესამოწმებლად. რამდენიმე დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე შეისწავლა ბერიძეს დოკუმენტები. მათი დასკვნა არის საინტერესო, დოკუმენტები ჩანან ავთენტურად. ქაღალდი, მელანი, ბეჭდები, ყველაფერი შეესაბამება 1995 წლის სტანდარტებს. ხელმოწერები ემთხვევა ცნობილ ნიმუშებს. თუ ეს არის ყალბი, ეს არის ძალიან პროფესიონალური ყალბი. ძალიან პროფესიონალური ყალბი. ან უბრალოდ ჭეშმარიტება, რომელიც საბოლოოდ გამოვიდა ზედაპირზე. ბერიძეს წიგნმა გამოიწვია ტალღა. ინტერნეტში დაიწყო დისკუსიები, დებატები, ანალიზები. ადამიანები იყოფოდნენ ორ ბანაკად, ისინი, ვინც სჯეროდა ბერიძეს, და ისინი, ვინც თვლიდა მას თაღლითად. მაგრამ ერთი რამ იყო ნათელი, ყველა საუბრობდა ამაზე. საიდუმლოება, რომელიც ინახებოდა 27 წლის განმავლობაში, აღარ იყო საიდუმლოება. ეს არის გარღვევა, ამბობს ორგანიზაცია 29 აგვისტოს ჭეშმარიტების წარმომადგენელი. პირველად, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ დოკუმენტური მტკიცებულებები. პირველად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აი, ნახეთ, ეს არის მტკიცებულება. მაგრამ მტკიცებულება მარტო არ არის საკმარისი. საჭიროა სამართალი. საჭიროა, რომ ოფიციალური სტრუქტურები აღიარონ ჭეშმარიტება და მიიღონ ზომები. საჭიროა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და მსხვერპლები მიიღონ სამართლიანობას. მაგრამ როგორ შეიძლება ეს, როდესაც ზოგიერთი დამნაშავე ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში? კითხულობს აქტივისტი. როგორ შეიძლება სამართლიანობა, როდესაც სისტემა თავად არის ჩართული დანაშაულში? ეს არის ძირითადი პრობლემა. არა ინფორმაციის ნაკლებობა, არა მტკიცებულებების ნაკლებობა, არამედ პოლიტიკური ნება. ნება, რომ აღიარო ისტორიული ცდომილება. ნება, რომ დაისაჯო ძლიერი ადამიანები. ნება, რომ ეთქვას ხალხს ჭეშმარიტება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს. საქართველოს აქვს არჩევანი, ამბობს ისტორიკოსი. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ცხოვრება ტყუილში, შევინარჩუნოთ ოფიციალური ვერსია, დავივიწყოთ მსხვერპლები. ან ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ჭეშმარიტება, მივიღოთ ჩვენი წარსული და ვისწავლოთ მისგან. პირველი გზა არის მარტივი, მაგრამ ის გვიყენებს მორალურ ბნელში. მეორე გზა არის რთული. მაგრამ ის არის ერთადერთი გზა რეალური დემოკრატიისკენ. რეალური დემოკრატია. ეს არის ის, რისთვისაც იბრძვიან აქტივისტები, ჟურნალისტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც უბრალოდ უნდათ ჭეშმარიტება. ისინი არ ეძებენ შურისძიებას, არ ეძებენ პოლიტიკურ დივიდენდებს, ისინი უბრალოდ ეძებენ სამართლიანობას. ალექსანდრე ქოქიაშვილის დედა, რომელიც ახლა უკვე 75 წლისაა, ჯერ კიდევ დგას ყოველ 29 აგვისტოს თავისი შვილის საფლავთან. ჯერ კიდევ ეკითხება იმავე კითხვებს. რატომ? ვინ? როდის მივიღებ პასუხებს? მე ვიცი, რომ მე შეიძლება არასოდეს მივიღო პასუხები ჩემს სიცოცხლეში, ამბობს ის. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ძლიერი ადამიანი არ უნდა, რომ ჭეშმარიტება გამოვიდეს. მაგრამ მე არ შევჩერდები. მე გავაგრძელებ კითხვას, გავაგრძელებ ბრძოლას, სანამ ჩემი უკანასკნელი სუნთქვა მაქვს. რადგან ჩემი შვილი იმსახურებს ამას. და ის არ არის მარტო. ათასობით საქართველოელი უჭერს მხარს მას. ათასობით ადამიანი, რომლებიც თვლიან, რომ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსახერხებელი ტყუილი.
ათასობით ადამიანი, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ სამართლიანობისთვის. ეს არის ახალი საქართველო, ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც არ იყო დაბადებული 1995 წელს. ჩვენ ახალი თაობა, ჩვენ არ ვეშინია ჭეშმარიტების. ჩვენ არ ვეშინია ძველი სისტემის გამოწვევის. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ჭეშმარიტება არის ღირებულება, არა საფრთხე. მაგრამ ძველი სისტემა არ აპირებს ადვილად დანებებას. 2022 წლის მაისში ბერიძეს წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის. მას ემუქრება 10 წლამდე პატიმრობა. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ცდელობა დაჩუმების. ისინი ცდილობენ მაშინებონ, ამბობს ბერიძე. ისინი ცდილობენ აჩვენონ სხვებს, თუ თქვენ ისაუბრებთ, თუ თქვენ გამოაქვეყნებთ ჭეშმარიტებას. ეს იქნება თქვენი ბედი. მაგრამ მე არ ვეშინია. მე გავაკეთე, რაც სწორი იყო. და თუ მე უნდა ვიჯდე ციხეში ამისთვის, მე ვიჯდები. მაგრამ ჭეშმარიტება უკვე გარეთაა. ისინი ვეღარ დაამალავენ მას. ჭეშმარიტება უკვე გარეთაა. ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დოკუმენტები გამოქვეყნებულია, მოწმეები საუბრობენ, ანალიზები კეთდება. ჭეშმარიტება, რომელიც იყო დამარხული 27 წლის განმავლობაში, ახლა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც უნდა ეძებოს მას. მაგრამ საკმარისია თუ არა ეს? კითხულობს პოლიტიკური ანალიტიკოსი. საკმარისია თუ არა, რომ ჭეშმარიტება იყოს ცნობილი, თუ არაფერი იცვლება? თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან? თუ მსხვერპლები არ მიიღებენ სამართლიანობას, ეს არის კითხვა, რომელზეც საქართველოს საზოგადოება უნდა უპასუხოს. ეს არის კითხვა, რომელზეც თითოეული მოქალაქე უნდა იფიქროს. რა არის უფრო მნიშვნელოვანი, სტაბილურობა თუ სამართლიანობა? მშვიდობა თუ ჭეშმარიტება? მოსახერხებელი ტყუილი თუ მტკივნეული რეალობა? ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რეალურად თავისუფალი, სანამ ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილში, ამბობს ფილოსოფოსი. თავისუფლება იწყება ჭეშმარიტებით. და ჭეშმარიტება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის უკეთესია ვიდრე ტყუილი. 1995 წლის 29 აგვისტოს აფეთქება შეცვალა საქართველოს ისტორია. ის გააძლიერა ედუარდ შევარდნაძეს, დაასუსტა ოპოზიცია, შექმნა კლიმატი, სადაც ძლიერი ხელისუფლება ითვლებოდა აუცილებლად. ის დაამკვიდრა პრეცედენტი, რომ ძალაუფლება შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ძალადობას, თავისი მიზნების მისაღწევად. მაგრამ ახლა, თითქმის 3 ათეული წლის შემდეგ, ეს პრეცედენტი იწყებს გამოწვევას. ახალი თაობა, რომელიც არ იცხოვრა იმ დროს, არ იღებს ძველ ნარატივებს. ისინი ეძებენ, კითხულობენ, აანალიზებენ. ისინი აშენებენ ახალ საქართველოს, სადაც ჭეშმარიტება არის ღირებულება, არა საფრთხე. ეს არის გრძელი პროცესი, ამბობს სოციოლოგი. ჭეშმარიტების აღდგენა არ ხდება ერთ დღეში. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას, გამბედაობას. მაგრამ ყოველი ნაბიჯი, ყოველი გამოქვეყნებული დოკუმენტი, ყოველი მოწმის ჩვენება, ყველაფერი ეს გვიახლოებს სამართლიანობას. და სამართლიანობა, თუნდაც დაგვიანებული, ყოველთვის უკეთესია ვიდრე სამართლიანობის სრული არარსებობა. ალექსანდრე ქოქიაშვილი მოკვდა 32 წლის ასაკში. ის არ იცოდა, რატომ მოკვდა. ის არ იცოდა, რომ ის იყო პიონი უფრო დიდ თამაშში. ის არ იცოდა, რომ მისი სიკვდილი გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ის უბრალოდ ასრულებდა თავის მოვალეობას, ემსახურებოდა თავის ქვეყანას და მოკვდა. მაგრამ მისი სიკვდილი არ იყო უაზრო. მისი სიკვდილი გახდა სიმბოლო იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ძალაუფლება კარგავს მორალურ საზღვრებს. სიმბოლო იმისა, რატომ არის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. სიმბოლო იმისა, რატომ უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. ჩემი შვილი არ მოკვდა უაზროდ, ამბობს მისი დედა. მისი სიკვდილი აჩვენებს ჩვენ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ ვუშვებთ ძალაუფლებას უკონტროლოდ მოქმედებას. მისი სიკვდილი გვასწავლის, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, არ უნდა მივიღოთ ოფიციალური ვერსიები კითხვის გარეშე. მისი სიკვდილი არის გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის. გაფრთხილება, რომელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ. გაფრთხილება, რომელიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ. გაფრთხილება, რომელიც ჩვენ უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს. რადგან ისტორია იმეორებს თავის თავს. და თუ ჩვენ არ ვისწავლით ჩვენი წარსულიდან, ჩვენ განწირულები ვართ გავიმეოროთ იგი.
1995 წლის 29 აგვისტო არის თარიღი, რომელიც საქართველომ არ უნდა დაივიწყოს. არა იმიტომ, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, როგორც ოფიციალური ვერსია ამბობს. არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც ძალაუფლებამ გადალახა ყველა საზღვარი. მომენტი, როდესაც პოლიტიკური ამბიციები გახდა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადამიანური სიცოცხლე. მომენტი, როდესაც ტყუილი გახდა ოფიციალური ჭეშმარიტება. და ახლა, თითქმის 3 ათეული წლის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ამ ტყუილის გახსნას. ნელა, რთულად, მაგრამ მუდმივად. ყოველი ახალი დოკუმენტი, ყოველი მოწმის ჩვენება, ყოველი ანალიზი, ყველაფერი ეს გვიახლოებს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება არის როგორც თავსატეხი, ამბობს გამომძიებელი. ჩვენ ვაგროვებთ ნაწილებს ერთი-ერთის მიყოლებით. ზოგი ნაწილი დიდია, ზოგი პატარა. ზოგი ადვილად პოულობს ადგილს, ზოგი მოითხოვს დროს. მაგრამ ნელ-ნელა სურათი იწყებს გამოჩენას. და როდესაც ჩვენ დავასრულებთ ამ თავსატეხს, ჩვენ დავინახავთ სრულ სურათს იმისა, რა რეალურად მოხდა 1995 წლის 29 აგვისტოს. ეს სურათი არ იქნება ლამაზი. ის იქნება მტკივნეული, შოკისმომგვრელი, შემაშფოთებელი. მაგრამ ის იქნება ჭეშმარიტება. და ჭეშმარიტება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის უკეთესია ვიდრე ტყუილი. რას ფიქრობთ თქვენ? მზად ხართ თუ არა მიიღოთ ეს ჭეშმარიტება? მზად ხართ თუ არა შეხედოთ თქვენი ქვეყნის ისტორიას პირდაპირ თვალებში, ყველა მისი სირთულით და წინააღმდეგობით? მზად ხართ თუ არა მოითხოვოთ სამართლიანობა მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ისინი, ვინც ცდილობს მის თავიდან აცილებას? ეს არის კითხვები, რომლებზეც თითოეული საქართველოელი უნდა უპასუხოს. რადგან მომავალი დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არა მხოლოდ სისტემაზე, ის დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირჩევთ ჭეშმარიტებას ან ტყუილს, სამართლიანობას ან მოსახერხებლობას, გამბედაობას ან შიშს. და ეს არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ დღეს, განსაზღვრავს საქართველოს, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ხვალ.